გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი დავალება, ჩემი ყოველ შემთხვევაში. საზამთროები დავდგო აი აქ. დახმის გარეშე, გავთიბეთ, არც თუ ისე ძალიან დაბალზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაც უცხო საგნები ეყარა აქ. ვასუფთავებთ და ესე წკრივებში დავდგავ საზამთროებს. აქ ძირითადად არის ასტრახანული და მალინოვი სახარ, ჟოლოსფერი შაქარი. ხოდა ახლა უცებ თავმდაბლად ჩაგიწევთ რას ვაკეთებ. ამოთხრი მიწას გავანაყოფიერებ, ასე ვთქვათ, ჩემი აქ კომპოსტით. ხოდა ჩავრგავ ნერგზა, დავამულჩირებთ მუყაუებით ზემოდან თივით და ნუ როგორც ყოველთვის სტანდარტულად უბრალოდ მაინც გაჩვენებ და იყოს ცალკე ვიდეო. მოკლედ აგიხსნით სქემას. ანუ რიგში გაყვება ესე. 60 სანტიმეტრი არის ორმოებს შორის ეს დაშორება სიგანეზე. სიგრძეზე არის დაშორება მეტრი. და ესე გაყვება. შემდეგი კვალი იქნება დაახლოებით ამის ცენტრიდან 2.70 2.7 მეტრის მანძილზე რა. ანუ აი ამ ეს შუალედი, შემდეგი კვლის შუალედთან დაშორება რა. თვითონ მცენარეს ვაძლევთ 1.20 მეტრ დაახლოებით კიდე იქეთ სასიარულოს მეტრს საჯერ ცოტას. მინიმუმ. შეიძლება მეტრს დავშორო, შეიძლება გავაკეთო 3 მეტრა რა. რომ თვითონ მცენარეს გამოვარო 1.5 მეტრამდე ადგილი აქვს თავისთვის. ხო შევიღებ ორმოებს. ეს ჩემი ქვიშა, მე ჰუმუსი და კაინიადაგი არ მაქვს. იგაჩვენებთ, ეს სარეველას ფესვები. როგორი სარეველები მაქვს და რამსის ხო ხედავთ. როგორი ჭანგაა, რომ მობარვაც კი უჭირს. პირდაპირ აქ დაირგვება, ეხლა ნახოთ. ხო და აი ნახეთ. ფესვები ნახეთ. მოსავალსაც რა თქმა უნდა ნახოთ. მაგისთვის არის საჭირო აგროსკოლა, რომ შედეგებიც ნახოთ. ესე იგი მეგობრებო, ჩავრგე უკვე ერთი მწკრივზე, ეხლა ყველას ვარ გაჩვენებთ რა. მე მგონი ცუდი ჩითილები არ გამომივიდა საზამთროს, იმიტომ რომ საზამთრო ბოლომდე სახლში იყო თითქმის ერთი კვირაა, რაც გარეთ გამოვიტანე. ხო და ეხლა დაუფენ აი მუყაოს მაგვარი რაღაცეები მაქვს, მშენებლობიდან დარჩენილი, დავაყრე მულჩას. ამით დამთავრდება. ხო რა ჩავატნია ორმოში. სულ მცირედი კარბამიდი, როგორც ყოველთვის ბიომიქსი, ყველგან ხმარობთ და ყველაფრის დარგვაზე აბსოლუტურად. აი კარბამიდი და კომპოსტი. თორე ეხლა ნახე, აქ რო კომპოსტი არ ჩააყოლა. ეს რა არის? მიწა არა მოგწესიერი. ხო. ნუ კომპოსტივში არ გაქვს შომპალა შეიძლება ჩააყოლოთ ორმოებში. ბლომოთ ესეთი ორი მუჭით ორჯერ ამოღებული რა, ასე რომ ვთქვით. ორი ხელით ორჯერ ამოღებული. შეხა დაულაგებ ამ მუყაოს მაგვარ რაღაცეებს და დავამულჩირებ და გაჩვენებ. რა კარგია ვიდეოში, წკაპ და უკვე დაალაგებული ორ წამში. აი ესეთ რაღაცეებს ულაგებ. რაც მაქვს რა, ხა ვისაც რა გაქვს, ვიღაც შეიძლება ტექნიკის კარდუნები გქონდეთ. ვიღაცას ავის ფოთლები გქონდეთ. ეს სქელიას აწავიღო ხა ხوار დავწვავ, არაფრის დაწვა არ მიყვარს. იქ სადაც აქ ცეცხლი ქონდათ ბიჭებს რაღაცეებს წვადებით შეწვეს, რაღაცეებიც დაწვეს და ეგეც არ მომწონს ეგ რო გაკეთდა და ასე რომ ასე გამოვიყენებ, ნელ-ნელა დაალპება, დაიშლება და ამ ჩემ ჭანგას ცოტა მოთოკავს. ესეც ასე მეგობრებო, ბალახი არ არის დიდი ხნის მოთებული და გამხმარი და მაგიტო ვერ ატყობთ ეხლა თქვენ აქ რა ხდება, მაგრამ ნუ დამორჩილებულია. აგერ არის საზამთრო. ხო და თვითონ მწვანე ბალახი არ ეხება საზამთროს დიდად რა, ჰაერი ულის წვას არ დაიწყებს. აი ესე არის. ეს გახმება გათეთდება, საზამთრო წამოიზრდება და უფრო კარგად შემოუყელავ რა. ჯერ პატარებია ჩითლები. შემდეგი კვლები ახლა დავიწყე შემდეგი კვლების გაკეთება.